აფხაზეთის მეომართა კავშირის მორიგი ყრილობა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი უძღვებოდა. ომის ვეტერანებმა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ლევან ქეძბაია აირჩიეს. არჩეულმა თავმჯდომარემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებსა და თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და სამომავლო გეგმებსაც ისაუბრა. გარდაგვეცვალა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი სპარტაკი დღემდე მიუსამძვრე მის ოჯახს და ჩვენ დღეს თხოვეთ ჩვენს მასთან მეგობარს, რომელიც ჩვენი დამფუძნებელია, ჩვენი მეომარია. თხოვეთ რომ მას დღეს ეს თვითი ეტვითა და ჩაებარებინა და რაზეც დაგვთანხმდა ბატონი ლევან ქეძბაია. პირველ დღიდან მას არ მიუტოვებია ქალაქ სოხუმი, იყო ბოლომდე თავის მეთაურთან ბატონ გენო ადამიანთან ჩვენ მისთან ერთად. მან გააკეთა გენო ადამიანს ბიუსტი ქალაქ ზუგდიდში, მან იგივე გააკეთა ქალაქ თბილისში და ერთხელ უნდა დაგვჭირდება ბატონ ლევანთან რომ მესამე სოხუმში დაედგას ბატონი გენო ადამიანს ბიუსტი და მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყველა მეომარკას დღეს ვინც შეგროვდა მეთაურთა საბჭო. გამგეობასთან ერთად იყვნენ შეგრებილები 23 და 24 ბრიგადის და შესაბამისად კორპუსის წარმომადგენლები, ანუ გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ომის პერიოდში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობას. სამწუხაროდ გარდაგვეცვალა ჩვენ აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი სპარტაკ მარხულია და დღეს მოხდა არჩევა მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონი ლევანი ქეძბაიასი. ამით განისაზღვრება მიმართულებები, ყველა ეს საჭიროებო საკითხები, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, მათ შორის ჩვენ აფხაზეთლებს, მეომრებს და დევნილებს და ვცდილობთ რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ, ისე როგორც ყოველთვის ვამბობთ, სწორად, სახელმწიფოს მხარდაჭერით და თითოეული ადამიანის თანადგომით.